ამ კარიერის მიტოვებას, ასე ვთქვათ, წინ უსწრებდა მოთმინების წელიწად ნახევარი, როდესაც ასე ვთქვათ, გაურკვეველი მიზეზით ჩემთან კონტრაქტი შეწყდა წინა სამსახურში და ადამიანები, რომლებიც მანამდე ცალკე შემხედრიან, ბევრი ფული შემოუთავაზებიათ, რომ წამოდი რა ჩვენი მართე რა ერთი მაგათიც. საერთოდ დაიკარგნენ და გაქრნენ. პირველი პერიოდი მეთქი დავისვენებ რა, ცოტა რთულია სამედიცინო დირექტორმა თუ პასუხისმგებლიანი ხარ და თუ რეალურად იმას აკეთებ, რაც კლინიკაში ჭირდება, ხო? ძალიან რთული. მეთქი დავისვენებ და ხა გამოჩნდება რაღაც შემოგთავაზებს სამსახურს და არავინ არ გამოჩნდა. მერე დავიწყებ მე ამ ხალხთან კონტაქტს. მეთქი სამსახური ჭირდება ხალხო. მე ხა ოპერაციებზე მონადირი არასდროს არ ყოფილა. თვეში გამიკეთებია 40-იც და გამიკეთებია 5-იც. და ხა 5 ოპერაციას რო აკეთებ და ნაღვლისბურში 80 ლარს თუ 130 ლარს გიხდიან, და რთულია, ხო? საქართველოს ძალიან ძვირი ქვეყანაა. ადგე და იცხოვრო. ანუ კიდევ იქ ბრუნდები, რომ სისტემა არ გაძლევს ღირსეულ ანაზღაურებას, მაგრამ გეუბნება, რომ მიდი რა ცოტა მოიპარე რა, ანუ ცოტა ფარმაცევტებისგან აიღე, პაციენტს გამოართვი რა, ანუ გითხრევს რაღაცა ჭაობში, რომ მე შენ მას ვეღარ გაუბედო და ვერ ვთქვა რომ ბიჭო რას აკეთებ, ესე არ ხდება. და თქვენი გათავისუფლების მიზეზი ეს იყო, რომ ამ ჭაობში არ გაყევი? არ ვიცი, ჩემი გათავისუფლების მიზეზი რა იყო, სინამდვილეში იყო ვერ ამიხსნეს იდეაში. ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული კერძო კლინიკა, რომელიც ჩემს ხელში გახდა მულტიპროფილური და ანუ დავაკომპლექტე როგორც წესია, სტანდარტის შესაბამისად, ვიწყებდი მომზადებას ეს ვთქვათ საერთაშორისო აკრედიტაციისთვის და მითხრეს რომ ჩვენი კონტრაქტი ვეღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ ვერ აგიხსნით რატო? ვერ აგიხსნით რატო? რა, ნუ იყო სისულელე მიზეზები. მე ვერსიები გაქვთ? კი კაცო, რა თქმა უნდა. მე მოვითხოვე ამ ადამიანებთან ერთი შემაჯამებელი შეხვედრა, დავიბარე, ყველა ნაწილი არ მოვიდა და მეორე ნაწილი ვინც მოვიდა, ორმა კაცმა გაუძლო ბოლომდე ჩემს მოხსენებას, რომ ის ერთი წელი შემეჯამებინა და დანარჩენები იპარებოდნენ შუა შეხვედრიდან ასე. ეს არის სასიამოვნო სანახავი იყო, ეგრეთ წოდებული ექსპერტებს რო პასუხი არ ქონდათ, როცა შენ ფაქტებს დებ და როცა შენ შრომას წარადგენ. ეს ყველაფერი დღეს გულისწყეთასთან ასოცირდება, რა გზნობასთან ასოცირდება თქვენთან და თუ პირიქით უფრო მეტი ჟინი და მუხტი არის, საერთოდ ან აპირებთ, რომ როდისმე ისევ ჩახვიდეთ და იქ გააგრძელოთ? რა თქმა უნდა ვაპირებ შესაბამისი პირობებში და შესაბამის განვითარებაში, როდესაც ქვეყანაში იქნება ის რეალური ცვლილება, რაც უნდა იყოს, რასაც ქვია ევროპული დასავლური მიმართულება. ევროპა არავის აჩემება არ არის. უკეთესი იყოს ირანი და კი ბატონო, წავიდეთ ირანში, ხო?